დედაქალაქის მერია დეველოპერებს ახალ სერვისს თავაზობს სამშენებლო დარღვევების მაქსიმალური პრევენციის მიზნით კომპანიებს უშუალოდ მშენებლობის პროცესში შეეძლებათ მიმართონ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართო პირობებთან შესაბამისობა გადაამოწმონ. დამატებითი სერვისი იქნება ერთგვარი გარანტია, რომ მშენებლობის პროცესი ყველა ეტაპზე სანებართო პირობების შესაბამისად დარღვევების გარეშე წარიმართოს და საბოლოოდ შენობა ნაგებობა სტანდარტების სრული დაცვით ჩაბარდეს. რამ განაპირობა აღნიშნული სერვისის შეთავაზების აუცილებლობა, რა დარღვევები იჩენს თავს ძირითადად, რა იგეგმება დამატებით და როგორ ფასდება დედაქალაქის ურბანული განვითარება ამ დროისთვის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი გვერდდება თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ჯონი, ბატონო გოგი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რა გახდა ახალი პრევენციული სერვისის შეთავაზების მთავარი მიზანი, მიზეზი და мотиваცია დეველოპერებისთვის, რომ გვითხრათ და რა მოლოდინი გაქვთ? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წარმოადგენთ თბილისის მერიამ, მოგხსენებათ, რომ სამშენებლო საქმიანობის კონტროლი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენთვის, ვინაიდან ერთის მხრივ მშენებლობა და სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმნებს, მნიშვნელოვანია მისი წილი ასევე კლიანტში და პროდუქტში და მეორე მხრივ მნიშვნელოვანია სწორად წარიმართოს სამშენებლო პროცესი სამშენებლო ნორმებთან, სტანდარტებთან შესაბამისად, ასევე იმ სანებართო პირობების შესაბამისად, რაც დადგენილია და შეთანხმებულია და ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვაც. ჩვენ არაერთი ინიციატივა ქონდა წარდგენილი მანამდეც და დაინერგა ბევრი მექანიზმი, რაც უკავშირდება სამშენებლო კონტროლის გაძლიერებას, ეს უკავშირდებოდა როგორც ფინანსური სანქციების მიმართულებას, ასევე დაინერგა სამშენებლო ეტაპების კონტროლის მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ ყველა ეტაპზე სამშენებლო კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები, რომ სწორად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი და ასევე საბოლოო ჯამში მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩვენი სამსახური თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს ექსპლუატაციაში მიღებას და დადასტურებას სამშენებლო სანებართო პირობებთან. თუმცა დამატებით ჩვენ შევქმნით მექანიზმი და მომართიანობაც მაღალი იყო ბიზნეს სექტორის მხრიდან დამატებითი მექანიზმი, რაც აძლევს საშუალებას კომპანიას დამატებით სამშენებლო პროცესის დროს მოგმართოს და დაჩქარებული სერვისით შეძლოს გადამოწმება საქმიანობის სანებართო პირობებთან. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, დარღვევების პრევენციას და ასევე უკვე პროცესის ეტაპზე გვაძლევს საშუალებას, რომ აღმოიხვრას ან გამოვლინდეს ის დარღვევა, რომელიც შემდგომში შეიძლება შემაფერხებელი იყოს როგორც ექსპლუატაციაში მიღებასთან, ასევე გარკვეული პრობლემების შექმნას მომავალში. პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ძირითადად რა დარღვევები იჩენდა ხოლმე თავს უკვე ბოლო ეტაპზე, რის გამოც ჩათვალეთ საჭიროდ, რომ მსგავსი პრევენციული შეთავაზება სერვისი გაგეკეთებინათ დეველოპერებისთვის და ასევე აღნიშნეთ, რომ თავად დეველოპერები იყვნენ ინიციატორი მსგავსი სერვისის დამატების ხომასია. საინტერესოა, რამდენად დიდი ფინანსური წნეხი შეიძლება იყოს ეს დეველოპერებისთვის და ძირითადად გათვლა არის დიდ კომპანიებზე თუ მცირე კომპანიებიც შეძლებენ სერვისის საფასურიდან გამომდინარე სარგებლობას? აქ მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული საკითხი არ უკავშირდება მხოლოდ დეველოპერებს, ეს ყველა ტიპის მშენებლობას უკავშირდება, არა მშენებლობა, მშენებლობის ტიპი შეიძლება იყოს საწარმო, სასტუმრო, ან საცხოვრებელი დანიშნულების, ან მრავალფუნქციური კომპლექსი. რაც შეეხება თვითონ დარღვევებს, ისეთი ტიპის დარღვევები, რომელიც უკავშირდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის გრადობასთან და კონსტრუქციულ სისტემებთან დაკავშირებული დარღვევა, რომელიც შეიძლება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შემაფერხებელი იყოს შემდგომში მშენებლობისთვის და სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმნით ეს მექანიზმი და ჩვენი ინიციატივით დავნერგეთ და ვაძლევთ საშუალებას კომპანიებს, რომ
ხშირ შემთხვევაში არის ასევე საჭიროება იმ კუთხით, რომ პროცესში თვითონ ახორციელებენ გარკვეულ ცვლილებებს პრაქტიკიდან გამომდინარე და საჭიროება დგას გარკვეული ცვლილებების, ამ დროსაც არის საუცლებლობა ჩვენი მხრიდან გადამოწდეს სრულად მშენებლობა და ასევე დამატებით თვითონ არიან ასე ვთქვათ ხშირად ინიციატორებიც და მოგმართავენ, რომ სურთ რომ პროცესში გადამოწმონ თავიანთი სამშენებლო ობიექტის ანებართო პირობებთან შესაბამისობა და შემდგომში ასე ვთქვათ მიიღონ გარკვეული ზომები იმისთვის რომ სწორად წარმართონ მთლიანად პროცესი. ჩვენ ასევე გვახსოვს რომ წლების წინ იყო პრობლემა გარკვეული დარღვევების გამო ვერ ხდებოდა სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ეს ქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას განსაკუთრებით საცხოვრებელ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებთან მიმართებაში, ვინაიდან შემდგომში ვერ სარგებლობდნენ არჩეული მაცხოვრებლები გარკვეული სერვისებით, ასევე უფლებრივად ნაკლოვანები იყო. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო ეს პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა ახლა ამ ეტაპზე აღმოფხრილია? ნუ მინიმუმამდე მაინც არის. ჩვენი ყველა ინიციატივა, რაც უკავშირდებოდა კონტროლის გამკაცრებას, სწორედ ემსახურება, რომ შემცირდეს დარღვევები. რა თქმა უნდა, გაზრდილია ექსპლუატაციაში როგორც მომართვიანება, ასევე მიღების მაჩვენებელი. ეს არის ერთგვარი მაჩვენებელი იმის, რომ შემცირებულია მნიშვნელოვნად დარღვევები და თვითონ კომპანიების დაინტერესებული არიან სწორად წარმართონ მშენებლობა. ეს რა თქმა უნდა გამოიწვია იმანაც რა მექანიზმები ჩვენ დავნერგეთ პროცესში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო აღნიშნული და ასევე დამატებით ქმნით დამატებით მექანიზმებსაც იმ კეთილსინდისიერი თქვათ კომპანიებისთვის, ვისაც კიდევ ერთხელ სურს რომ თქვათ სწორად წარმართოს თავიანთი საქმიანობა. კი ბატონო, და რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, რამდენად დიდი ფინანსური წნეხია ეს კომპანიებისთვის, რომ გითხრათ და გაუმიჯნოთ მცირე და ასევე დიდი კომპანიები, როგორც აღნიშნეთ, ფიზიკურ პირსაც შეუძლია მომართვა მშენებლობის პროცესში თქვენთვის, ანუ ფინანსურად ეს რამდენად დიდი წნეხია? ფინანსურად ჩვენ ამ შემთხვევაში მოსაკრებლის ჭერი განისაზღვრა არაუმეტეს 40,000 ლარი, თუმცა იქნება გრადაცია, რაც დაკავშირებული იქნება მშენებლობის კლასთან, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის შემთხვევაში სხვადასხვა განსხვავებული ტარიფი იქნება. ეს არ არის იმხელა ტვირთი და ეს სანამ ამ ინიციატივას შეიმუშავებდით, ამას გარკვეული კვლევაც უძღოდა წინ შესაბამისად. ეს არის ის ტარიფი, რომელიც ასე ვთქვათ უღირთ ამ მშენებლებს იმისთვის, რომ შემდგომში ბევრად მეტ ფინანსურ დანახარჯებთან იქნება ის დარღვევები დაკავშირებული და ბევრად მეტი ტვირთი იქნება, ვიდრე თქვათ საწყის ეტაპზე და პროცესში მოხდეს დარღვევის აღმოფხვრა და პრევენცია. გასაგებია, ანუ ამ სერვისით სარგებლობას შეძლებს ყველა თქვენი განმარტებით. საინტერესოა, ტექნიკური ნაწილი როგორი არის მომართვიანობის მშენებლებმა, როგორ და მოგმართონ თქვენ, დაახლოებით რა ვადებში მოხდება რეაგირება მომართვიანობაზე, ესეც რომ გითხრათ. და ასევე საინტერესოა, რა ტიპის შემოწმება ჩატარდება და რელევანტური მშენებლობის რომელ ეტაპზე არის მომართვა? მშენებლობას ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ჩვენ მოგმართოს. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო ნებართვის ვადის გასვლიდან არაუმეტეს 6 თვის ისედაც უნდა მოგმართონ ექსპლუატაციასთან მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა მშენებლობის პროცესში ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია სამშენებლო კომპანიას მოგმართოს და მოითხოვოს თქვათ სამშენებლო ობიექტის გადამოწმება. ასევე განსაზღვრული იქნება, რომელსაც შემდგომში წარმოვადგენთ ვადები, ყველა დაჩქარებული სერვისის ვადები და ღირებულება. უკვე დეტალურად ჩვენ ამას წარუდგენთ, როცა პარლამენტი მოგცემს შესაძლებლობას და თანხმობას შევაძალაში აღნიშნულება, შემდგომში საკრებულოს წარუდგენთ უკვე ინიციატივას, სადაც განსაზღვრული იქნება როგორც ვადები და შესაბამისი კონკრეტულ ვადასთან დაკავშირებული ტარიფებიც. მარტივი იქნება ელექტრონულად შეუძლიათ მოგმართონ კომპანიებს და ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მათ მოახდინონ თავიანთი ობიექტის ასე ვთქვათ გადამოწმება. თქვენი სამსახურის კონტროლის მექანიზმებზე მინდა გითხოთ და ასევე აღსრულების ნაწილში ჯარიმები როგორ განისაზღვრება და რამდენად ხშირია და ყველაზე ხშირად რა ტიპის დარღვევებს აწყდებით, რომ გითხრათ დედაქალაქში? რაც შეეხება სამშენებლო კონტროლის მიმართულებას,
ჩვენ სამშობლო სამართალდარღვევის კუთხით რამდენიმე მექანიზმი გვაქვს, რითაც ვახორციელებთ დარღვევის გამოვლენას და შემდგომში რეაგირებას. ეს უკავშირდება როგორც ასე ვთქვათ გეგმიური გადამოწმება, ასევე სამშენებლო როგორც წეღან აღვნიშნე, სამშენებლო ეტაპების წარმოქმნის დროს შერჩევითი პრინციპით ხდება თითო ეტაპების, სადაც არსებობს რისკი გადამოწმება და ასევე რა თქმა უნდა არსებობს შეუძლია დაინტერესებულ პირებსაც მოგმართონ და ვთქვათ თუ არსებობს რაღაც კონკრეტული კითხვები, რომელიმე მშენებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნულ შემთხვევაშიც ხდება ვთქვათ სანებართო პირობებთან გადამოწმება. ხშირია რა თქმა უნდა ისეთი საკითხები, როდესაც ჩვენივე ასე ვთქვათ ინიციატივით ვაკეთებთ გამოვლენას და ამავდროულად როგორც აღნიშნე, ასევე არის შემთხვევები, როდესაც თვითონ კომპანიები მოგმართავენ და თვითონ არიან დაინტერესებული, ასე ვთქვათ, მოხდეს ხარვეზის დროულად აღმოჩენა. სწორედ საერთო ჯამში ყველა ეს მექანიზმი გვაძლევს იმის შესაძლებლობას მიმდინარე პროცესი მთლიანად ქალაქში, რაც უკავშირდება სამშენებლო საქმიანობას და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ნებართვით მიმდინარე მშენებლობებზე, სწორად იყოს წარმართული. გარდა ამისა არსებობს რა თქმა უნდა გამოწვევები, რაც დაკავშირებულია უნებართვო მშენებლობასა და მის დროულ გამოვლენასთან, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამთქმული ტერიტორიის მიტაცების მიზნით ცალკეული ტიპის სამშენებლო საქმიანობის განხორციელებასთან ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ როგორც მონიტორინგს, ასევე გამოვლენის შემთხვევაში შემდგომში რეაგირებას. ფინანსურ საქციელთან ერთად არსებობს ბევრი მექანიზმი, რომელიც დაინერგა, რაც უკავშირდება ახსულებას და ამ შემთხვევაში ჩართულია რა თქმა უნდა ახსულების ეროვნული ბიუროც და ერთობლივად ხორციელდება. ეს უკავშირდება რა თქმა უნდა ყადაღას, უკავშირდება ასევე გარკვეულ შეზღუდვებს, ფინანსურ შეზღუდვებს აღნიშნული კომპანიების მიმართ. ასევე გვაქვს მექანიზმი, რაც დაკავშირებულია მშენებლობის შეჩერებასთან და შეგვიძლია თუ ნახავთ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის შემდგომში, როგორც სწორად წარმართვას პროცესის, ასევე მომავალში აღნიშნულ მშენებლობას, ჩვენ გვაქვს მექანიზმი, რაც დაკავშირებულია მშენებლობის შეჩერებასთან და უმორჩილობის შემთხვევაში საკმაოდ მაღალია ფინანსური სანქციები და მეორეჯერ დაუმორჩილებაზე ჩვენ ასე ვთქვათ, ეს შეიცავს უკვე სისხლის სამართლის ნიშნებსაც და მასალები იგზავნება პროკურატურაშიც ამ შემთხვევაში. ამიტომ ბევრი მექანიზმი დაინერგა ბოლო წლების განმავლობაში, რაც გვეხმარება იმაში, რომ სწორად წარიმართოს მთლიანი პროცესი. ბატონო გოგი, ბოლოსკენ მინდა გკითხოთ დედაქალაქის ურბანული განვითარების შეფასება, როგორია თქვენი ხედვით და ასევე საინტერესოა პასუხისმგებლიანი დეველოპერების, პასუხისმგებლიანი მშენებლობის რიცხვი, რამდენად მზარდია სწორედ თქვენ მიერ გატარებული სხვადასხვა რეგულაციის თუ შეთავაზებული სერვისის შემდეგ ჩვენს დედაქალაქში, ანუ გამოწვევები რამდენად იკლებს და ასევე რა მიმართულებით ხედავთ აუცილებლობას, რომ უნდა დაინერგოს სიახლეები. გენერალური გეგმის დამტკიცების შემდგომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მოწესრიგდა მთელი რიგი მიმართულებები, განისაზღვრა კონკრეტული ფუნქციური ზონები, სადაც დასაშვებია და რა ტიპის განვითარება დასაშვები, რა თქმა უნდა, ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქალაქის სწორად განვითარებას. გარდა ამისა, კონტროლის მეორე მხრივ სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრებამ და მექანიზმების დანერგვამ და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ხელი შეუწყოს სწორად წარმართვას სამშენებლო საქმიანობის. ეს აისახა უკვე როგორც მომართვიანობაზე სანებართო ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართ, ასევე აისახა შემდგომში უკვე დადებითად დადასტურებულ შემთხვევებზე სამშენებლო ობიექტების საერთო ჯამში. რა თქმა უნდა, ეს არის ცოცხალი პროცესი ეკონომიკური აქტივობის და ქალაქის განვითარების და ჩვენი მხრიდან მთლიანად სხვადასხვა სამსახური ერთობლივობაში, მხოლოდ მუნიციპალური ინსპექცია ამ შემთხვევაში ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას და კონტროლს სამშენებლო საქმიანობაზე, ურბანული განვითარების სამსახური და სხვა სამსახური, საერთო ჯამში არქიტექტურის სამსახური, საერთო ჯამში
ეს ყველაფერი, რაც პროცესში, პრაქტიკაში გვაძლევს გარკვეულ საჭიროებებსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმოშობს აუცილებლობას, რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება და სწორედ ამას ემსახურება ყველა ის ინიციატივა, რაც თბილისის მერიის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში იქნა წარდგენილი, რომ სწორად მოხდეს წარიმართოს პროცესი, ქალაქის განვითარება და ასე ვთქვათ, ქაოსური განაშენების აღკვეთა მოხდეს. იბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინიციატივის განმარტებისთვის, რომელიც პრევენციულ ხასიათს ატარებს და იმედია უკვე შედეგებშიც აისახება. დაგემშვიდობებით, მაყურებელს შევახსენებ, გოგი ჩიქოვანი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი საუბრობდა ჩვენს ეთერში.